თუ თავად არაპროგრამებ საკუთარ თავს და არ გეგმავ შენს ცხოვრებას, მაშინ იცოდე, რომ სხვები დაგიგეგმავენ ცხოვრებას და გამოიყენებენ შენს რესურსებს საკუთარი მიზნებისთვის. და თუ არ იცი რა გინდა ამ ცხოვრებაში და სად მიდიხარ, მაშინ შენს დროს დახარჯავ იმ საქმეებზე და ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უშლიან შენს განვითარებას. მაგალითად, თუ შენს დროს ხარჯავ სოციქსელებში უაზროდ სკროლვაზე, მაშინ, როდესაც შეგიძლია იგივე სოციქსელებში ნახო რაიმე სასარგებლო, საინტერესო და განმავითარებელი. ხშირ შემთხვევაში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, თავად აძლევ შენს რესურსებს სხვებს. თუ ჯერ არ იცი როგორ შეცვალო ეს ყველაფერი, მაშინ გირჩევ ხშირად დაუსვა ეს კითხვები საკუთარ თავს. პირველი, რა მინდა რომ მივიღო ამ ცხოვრებისგან? მეორე, რას მინდა მივაღწიო? მესამე, რა სიკეთე შემიძლია მოვუტანო ამ სამყაროს? მეოთხე, როგორ მინდა ვიცხოვრო 5 წლის შემდეგ? მეხუთე, რა შემიძლია გავაკეთო დღეს, რომ ჩემი ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ? დაიმახსოვრე, შენი დრო და ენერგია ეს არის ყველაზე ძვირფასი რესურსი, რომელსაც ვერავინ ვერ აგინაზღაურებს. ამიტომ ისწავლე მათი მართვა, დაფასება და გააზრებული გამოყენება. გაუზიარე ვიდეო ახლობელ ადამიანებს და მოიწონე ჩემი გვერდი. აქ ბევრ საინტერესოს გაიგებ. გისურვებ შენი რესურსების შენ და სასარგებლოდ გამოყენებას.